სულ იმსახურე 26 წელი სასაზღვრო პოლიციაში. თქვენ როგორ შეგიწყოთ ხელი იმან, რომ სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდით მესაზღვრედ აქ დამაგრებაში? აქ ეხლა ბევრს შეუწყო ხელი, იმიტომ რომ ძირითადად მთელი 19% ადგილობრივი იყო მაშინ, ადგილობრივები მუშაობდნენ და ბევრი აი როგორც მე დავრჩი, დღესაც არის აქ, გინდა არდოთში, გინდა მუცოში შემორჩნენ ამ იმას და დამაგრდნენ, დაფუძნდნენ აქ ხოლონის ჭალაშიც აგრძელებენ ისევ ცხოვრებას. ეხლა მე აღარანაირი ის აღარა მაქვს კავშირი ეხლა სასაზღვროსთან კი მეგობრები არიან, მაგრამ უფრო უცხოები მხვდებიან მე როცა ჩავდივარ ქვევით, ხვდები უცხოები არიან. რა უპირატესობა აქვს ადგილობრივს? ბევრი გელა ჯერ ადგილმდებარეობა კარგად იცი, ხო? მე ყველას იცნობ. სამეზობლო იქნება, სოფელები იქნება, თუ რა ყველას იცნობ, იწყემსაც იცნობ, იმ ვინც გადაადგილდება, ყველას იცნობ და ეგ უპირატესობა აქვს და კარგად იცი რა ადგილმდებარეობა. რატომ არ არის ხა პრიორიტეტული ადგილობრივის? მაგას ვერ ვიტყვი, რატო არ არის, არ ვიცი. ალბათ რაღაცა გაუგებრობა აქვს. ეს მდგომარეობა როგორ აისახება ხევსურეთზე უახლოეს 10-15 წელიწადში? ძალიან ცუდად. ალბათ იმაზე ცუდი იქნება, რაც 50-იან წლებში გაუკეთეს ხევსურეთს, რომ მთლიანად გადაასახლეს და მე აი ხელახლა ჩვენ დავიწყეთ აქ ცხოვრება, ხო? გადასახლების მერე ზოგი დაიღუპა, ზოგმაც იქ ცხოვრება არჩია. აკოფნას და აი ესე დაიცალა და დღესაც ხედავთ რაც არის. თითო როლაკაცი ვარ თითო სოფელში. ეხლა სულ მარტო რჩებით ბოლო სოფელში. კი ბატონო. რამდენამდე? გაზაფხულამდე. ანუ რეალურად თქვენ აკონტროლებთ აქაურობას? ხო, აბა ეგრეა ეხლა დილით რო ადგები გახვალ, გამოხვალ მეზობლის სახლსაც თვალში ავლე, გადახედავ ადგილმდებ ყვალსაც ნახავ ან ავლილი ჩავლილი, ვინ არის? გამხელა ტერიტორიის კონტროლი და მეთვალყურეობა გიწევთ, როგორც უიარაღო მეცხოვნეს. ვიცი ეხლა არდოთში არიან, აი ნიკო და ზურა, ეგენი მან დაკონტროლებენ და ხახაბოში პაატა ყავს და ნინო. მე ალბათ მიწევს ეხლა ანდაქი არჭილო და აი მიმდებარე რაც არის ესა ტერიტორია. რა მოაბრუნებს და დაამაგრებს აქ ახალგაზრდებს? აი ბევრი წამოვიდო და თუ დასაქმდება აქ, იქნება სამუშაო, იქნება. ეხლა სასაზღვრო პოლიცია აქ და დაცული ტერიტორიებია, ხო? აქ თუ დასაქმდებიან, რატო არა იცხოვრებენ კიდევაც. არიან მაგის მსურველებს, აი არჭილოში ეხლა მამუკა მუშაობს რაღაცას თბილისში, ამოვა მე აქ აგრძელებს თავის საქმეს, სახლს აშენებს, ეგ რო დასაქმებული იყოს აქ, იქ საერთოდ არ გაიხედებოდა თბილისისკენ, იქნებოდა აქ. ბევრი ვიცი რომ უსურს რომ აი საქმე კონდეს აქ დასაქმებული იყოს და იცხოვრებდა აქაური. და აქ ამასთან ერთად გზაც უნდა კონდეს, ხიდიც უნდა კონდეს. ეხლა 3 წელია რაც ეს გზა გააკეთდა, მაგრამ აი ეხლა იყო ამ ზაფხულს რო გვიან გაიწმინდა ეს გზა. და მე მაგალითად ბარგის ამოტანა და პროდუქტის ამოტანა არდოტიდან მომიწია ზურგით ისევ. აი ესეთი რაღაცა შუქიც გინდა. სინათლე ეხლა ხეს დაფები გვაქვს, მაგრამ ამან უკვე ამოწურა რესურსი თავისი და უჭირს უკვე ის
მეორე დღეს რო შუქი კონდეს, მაშინ კაი ამინდი უნდა იყოს და ყოველთვის კაი ამინდი რო არ არის, უკვე აღარ არის, ვეღარ ინახავს ენერგიას ეს. აკუმულატორები და ბატარეები 6 წელია რაც აყენი ესენი და ინტერნეტი რაც გაკეთდა. ანუ რა სიტყვით, გზას და შუქს. გზას, შუქს და დასაქმებას. სოსო, პური გამოიწვა. კაი.